და სამების საკათედრო ტაძარი 24 საათის განმავლობაში არის ღია. პატრიარქთან გამომშვიდობების მსურველთა რაოდენობა კი უთვალავი. ხალხის ნაკადი დღის არც ერთ მონაკვეთში არ წყდება აქ და მოქალაქეებთან ერთად უწმინდეს პატივს მიაგებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. დღეს ტაძარში პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა ასევე პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი. გიორგი აბაზაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. სიყვარულის პატრიარქი ასე იხსენებენ დღეს მას. ილია მეორემ ამჯერად უკვე გარდაცვალების შემდეგ კიდევ ერთხელ მოახერხა ერის გაერთიანება. უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლოს ასეთი ხალხმრავლობა სამების საკათედრო ტაძარში იყო 2014 წელს, როცა ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იყო აქ დაბრძანებული. პატრიარქი ილია მეორე 1950-იანი წლებიდან სასულიერო პირი იყო. მისი მოღვაწეობისას დაიბადნენ თაობები, გაიზარდნენ და დაბერდნენ. სწორედ ეს ადამიანები მოდიან დღეს უწმინდესისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად და მასთან გამოსამშვიდობებლად. აქ დღეს ბევრს საუბრობენ მის პიროვნულ თვისებებზე. ილია მეორის მთავარი მისია კი იყო ხალხთან სიახლოვე. ის იყო უბრალო ადამიანების სულიერი მამა, პატრიარქი, რომელიც ყოველთვის უსმენდა ყველას და თანაუგრძნობდა მათ. მისი ქადაგებები კი არ იყო უბრალოდ სიტყვები ან რელიგიურ დღესასწაულებზე ქადაგებები, ეს იყო დარიგებები, საუბრობდა სიყვარულზე, სინანულზე, პატიებაზე და მიტევებაზე. თუნდაც ის, რომ პატრიარქი იყო 10,000-ობით ადამიანის ნათლი, ეს არ იყო უბრალოდ ქრისტიანული ტრადიცია, ეს იყო ერის სულიერი მამის სულიერი კავშირი ერთთან. უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად მოდის არაერთი პროფესიის ადამიანი, აქ იმყოფებოდა დღეს პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დედაქალაქის მერი ოჯახებთან ერთად. იმდენად მტკივნეულია, იმდენად არ ვიცი, აი ვხედავ მთელი ქვეყანა დასტირის. მე ვხედავ ყველას როგორ გიყვართ. ჩვენი მამა არ არის, მაგრამ ის ღმერთთან არის. რაც იმან ილოცა ჩვენთვის სიცოცხლეში დიდხანს გულოცავდა. შეეძლო თუ არ შეეძლო. მოვედი პატრიარქს რომ მივაგო ბოლოჯერ პატივი. ძალიან ამაღელვებელია მართლაც ყველა ქართველი ადამიანისთვის, დიდი დანაკარგია და ვისურვებდი რომ დაგლოცოს იქიდან, სადაც მართალნი განისვენებენ. ჩვენმა დიდმა და ბრძენმა პატრიარქმა შექმნა ახალი დიდებული ეპოქა. ჩვენ ყველანი ამ ეპოქის შვილები ვართ. ჩვენ სამშობლომ დავკარგეთ მამა მოძღვარი. სწორედ თქვენ ხედავთ ადამიანთა დიდ რაოდენობას, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებიდან მოდიან. ყველანი მოვდივართ სამადლობელი ძღვენის შესაწირად. აქ მოსული თითოეული ადამიანის გული, თითოეული ადამიანის ნაბიჯი ნიშნავს სამადლობელ ძღვენს ჩვენ ტკბილ პატრიარქზე. ეს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც ძალიან დიდი დანაკლისია. მართლმადიდებლური სამყარო ყოველთვის განიცდის და ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს პატრიარქი ილია მეორე იყო, არის და იქნება საქართველოს დიდი გული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პატრიარქი უფალმა ჩაიხუტა გულში, თუმცა ქართველობას ძალიან გვიჭერს, იმიტომ რომ ზუსტად ახლა ამ მძიმე წუთებში ქვეყანას სჭირდებოდა ბოლო 3 წელია უძლურად არის და მაინც რამხელა იმედი იყო ხო ყველასთვის და თუმცა შევიძინეთ ძალიან დიდი მეოხი უფალთან საქართველოსთვის მლოცველი. სამების საკათედრო ტაძარი მისი მოღვაწეობის სიმბოლოა და სწორედ აქ ემშვიდობება მას ერი და ბერი. ძვალთ შესალაგი კი იქნება სიონის საკათედრო საპატრიარქო ტაძარი, რომელიც იყო მისი პატრიარქობის საწყის წლებში მოღვაწეობის ასპარეზზე. პატრიარქი ხშირად აღნიშნავდა, რომ მისი პატრიარქობა ის თავად უწოდებდა, რომ ეს იყო მზიანი ღამე და ახლა სწორედ მზიანი ღამე დგას საქართველოში. მადლობ გიორგი აბაზაძე საუბრობდა სამების საკათედრო ტაძრიდან.